კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივი საინფორმაციო სამსახური აგზელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. კარგი მთავრობის ინდექსით საქართველოს მაღალ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში საუკეთესო სამეულშია. 2026 წლის რეიტინგი მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა ჩენდლერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 60.3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს. ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. საქართველოს პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება. კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს 35 ინდიკატორით აფასებს, რომელიც 7 ფაქტორში ერთიანდება. საქართველოს ხელისუფლებამ მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში. კეთილსინდისიერი ლიდერობა 51 ადგილი, სასამართლო სისტემის ხარისხი 33 ადგილი, ბიუროკრატიის ხარისხი 25 ადგილი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები მე-20 ადგილი, გამჭვირვალობა მე-14 ადგილი, ინვესტიციების მოზიდვა მე-12 ადგილი. ანგარიში გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისო და აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებსა და ანგარიშ გებებს ეყრდნობა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა, ისაუბრეს უსაფრთხოების თვალსაზრისით გლობალურ გამოწვევებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე. აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის საქმიანობაში აღმასრულებელი საბჭოს წევრის რანგში. ხაზი გაისვა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის განსაკუთრებულ როლზე სამოქალაქო თავდაცვის სისტემების განვითარებაში, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების ხელშეწყობასა და საგანგებო სიტუაციებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებაზე. შეხვედრას ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაისვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო. დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ამოქმედდა. სამმართველოს ძირითადი ფუნქცია მოვალეობები, ადამიანის ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი, საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა იქნება, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. ახალ უწყებას მოქალაქის საჩივარი და მიმართვა არ დასჭირდება. გამოვლენილ შემთხვევებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება და საჭიროების შემთხვევაში საქმე სასამართლოს გადაეცემა. სამმართველოს ფუნქცია სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი, სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. აღნიშნული სამმართველო გამოავლენ სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეულით. სამმართველოს თანამშრომლები საქმიანობას განახორციელებენ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციების საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა. სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებას საზეიმო მსვლელობა მოაწყეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. პოლიციელებს პროფესიული დღე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ძალოვანი უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს სიტყვით მიმართეს და ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. Თქვენს ყოველდღიურ შრომასა თავდადებას ეფუძნება სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომლითაც დღეს საქართველო ასე ამოყობს და რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის.
პირველეს ყოვლისა სწორედ პოლიციის დამსახურება, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის. ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობა. ჩვენ კარგად ასნობიერებთ, რომ ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადო დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. პოლიციელის პროფესია განსაკუთრებულ სიმტკიცეს, პრინციპულობასა და უდიდეს თავდადებას მოითხოვს. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულებაა იმის გარანტი, რომ ჩვენ საზოგადოებას აქვს დაცულობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდა. სურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაღალი პროფესიული სტანდარტებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით სამაგალითონი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის. თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე. პოლიციელობა არ გახლავთ მხოლოდ პროფესია, ეს არის არჩევანი, ემსახურო სახელმწიფოს და ყველაზე რთულ დროსაც უნდა იყოთ იქ, სწორედ სადაც სამშობლოს ჭირდები. სწორედ ამიტომ თქვენ უნდა იყოთ ამაყები, რომ საქართველოს უსაფრთხოება ყოველდღიურად თქვენი თავდადებით შენდება და ძლიერდება. მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გპირდებით გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ თვითეულ პოლიციელს კონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, ხარდაჭერა და დაფასება. თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება: თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების დობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე. სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება. თქვენ იცავთ არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას. ჩვენი სახელმწიფოს განვითარებასა და გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი. ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სტაბილური გარემოს შექმნა მოქალაქეებისთვის. ძვირფასო პოლიციელებო, სწორედ ამიტომ თქვენი სტატუსი ცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნათ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ გქცეულ თარიღს, რომელიც შემთხვევით არ მოსდევს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. პოლიციელობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და ღირსეული პროფესია. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თითოეული დღისათვის, რომელიც საქმეს და საქმისათვის თავგანწირვას დაუთმეთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი პროფესიონალიზმი, სიმამაცე, გამბედაობა, ყოველდღიური ძალისხმევა ძალიან ფასეულია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, მის სიძლიერეში, დამოუკიდებლობაში, სიამაყის განცდაში. თუ ჩვენ დღეს ძალიან თამამად ვამბობთ, საქართველოს არასდროს ყოფილა ასეთი დამოუკიდებელი, თავისუფალი და რომ დღეს ჩვენი სამშობლოს და ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენივე ქვეყანაში მიიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა. პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სამინისტროს პირველი და მეორე ხარისხის მედლებით, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, სამინისტროს მედლით გამაცობისთვის და სამინისტროს მედალიონით განსაკუთრებული დამსახურებისათვის დააჯილდოვა. მინდა მიულოცო პროფესიული დღე თითოეულ პოლიციელს, ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და მინდა მადლობა გადაუხადო ყველა გათენებული ხამისთვის, ემოციისთვის და ყველაფრისთვის, იმ შრომისთვის, რასაც გასცემენ ისინი საკუთარი სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გადმომეცა სამინისტროს ჯილდო განსაკუთრებული დამსახურებისათვის. აღნიშნული ჯილდო
დიდ სიამაყესთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. მინდა თითოეულ პოლიციელს მიულოცო პროფესიული დღე. ჩემთვის დიდი პატივია ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ძალიან საპატიო აღნიშნული ჯილდო. მადლობა სუხთი შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ სულხან თამაზაშვილს ნდობისთვის. ასრომის ოპერატორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა არის. ვამაყობ იმით, რომ მაქვს შესაძლებლობა ყოველდღიურად დავეხმარო ადამიანებს. ჯილდო, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ გადმომცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა სულხან თამაზაშვილმა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და მაძლევს დიდ мотивაციას, უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო ჩემს დაკისრებულ საქმეს. დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით. ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათრ ცხილაძე ერთდროულად ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა, ხოლო სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიხლაძე სადაზვერვო ქსელს მართავდა, მოპოვებულ ინფორმაციას კი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს აწვდიდა. დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნიაურში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ტერიტორიიდან ამოღებულია სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 39 მორი. მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიქცევნა. ბოლო წლებში გატარებული არაერთი ღონისძიების შედეგად უკანონო ტყისარგებლობის ფაქტების რაოდენობა მცირდება, თუმცა ბრაკონიერობა კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სამოქმედო ტერიტორიაზე უწყვეტ და მკაცრ პატრულირებას ახორციელებენ. შედეგად მიმდინარე წელს მხოლოდ აჭარასა და გურიაში უკანონო ტყისარგებლობის 140-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსად გიორგი არსოშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და პირველმა მოადგილემ წარუდგინეს. გივი მიქანაძემ გიორგი არსოშვილის საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი არსოშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახალ პოზიციაზე დანიშვნამდე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ასევე სხვადასხვა დროს წამყვან პოზიციებს იკავებდა იუსტიციის სამინისტროში, სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. დღეს ნინოობა მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს აღნიშნავს. მოციქულთა სწორი ნინო საქართველოში ჯვრით ხელში დაახლოებით 323 წელს ჯავახეთის მთებით შემობრძანდა. ყველა მოქმედ ქრისტიანულ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭუნდისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე 12 საათსა და 30 წუთზე ფარავნის ტბასთან სოფელ ფოკაში პარაკლის აღავლენს. წელს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ეს 1700 წელი არ არის მხოლოდ ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობის მქონე, არამედ ეს 1700 წელი არის ასევე უდიდესი პასუხისმგებლობას, რადგანაც ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრეები იმ სარწმუნოებისა, რომელიც წმინდა ნინომ თავისი ქადაგებით მოგვიტანა ჩვენ. ამ დღესთან დაკავშირებით ფარავნის ტბაზე, კონკრეტულად სოფელ ფოკაში, სადღესასწაულო მსახურებას დილის 10 საათზე აღავლენს მიტროპოლიტი დანიელი, ხოლო პირველის ნახევარზე კი პარაკლის გადაიხდის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე. სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის ათივე რაიონში მცხოვრებ 30-ზე მეტ ბენეფიციარ ოჯახს ესტუმრებდა და პატარებს პერსონალიზებული საჩუქრები პირადად გადასცეს. ღონისძიებაში მონაწილეობა სააგენტოს დირექტორის მოადგილეებმა, სოციალურმა მუშაკებმა და სხვა თანამშრომლებმა მიიღეს. სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი თენგიზ ფოფხაძე პირადად ესტუმრა ერთ-ერთ 4 შვილიან ოჯახს და პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა. დედაქალაქის მერია სოციალური მზრუნველობის სააგენტო აქტიურად ახორციელებს ბავშვთა უფლებების მიმართულებით, დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ასევე საჭიროების მქონე ოჯახების გაძლიერებას, ხელშეწყობას მთელი მუნიციპალიტეტის ქალაქის მასშტაბით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვესტუმრეთ ჩვენს ბენეფიციარებს 30 ოჯახს პატარებს მიულოცეთ 1 ივნისი. ასევე ყველა პატარას, ყველა ბავშვს ულოცავთ
დღევანდელ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად სომეხი აშუღი პოეტი საიათნოვა-სადმი მიძღვნილ ვარდატონის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო. საკრებულოს წარმომადგენლებმა საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად საქართველოსა და სომხეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს. ვარდატონის დღესასწაული ერთნაირად მნიშვნელოვანია ქართველი და სომეხი ხალხისთვის. დედაქალაქის მერიის და საკრებულოს მხარდაჭერა წელსაც აქვს ბუნებრივი ამ პროექტს დღესაც შევიკრიბეთ და მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ჩვენი მულტიკულტურული და მრავალეთნიკური ქალაქისთვის. ჩვენ ყოველ წელიწადს ამ ღონისძიებას ატარებთ ჩვენი სომხური სათვისტომო თბილისში და მე მიამაყება რომ ყოველ წელს მე ვარ აქ სომხებთან ერთად, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და აღნიშნავ ამ ღონისძიებას. ბოლნისის გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოში მეოთხედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან 60-მდე მეღვინეობა მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართულ გერმანულ ღვინის სახლში წინასწარ ჩატარებული ღვინის კონკურსის გამარჯვებულებიც გამოვიდნენ. ნამდვილად ლამაზი დღე მოეწყო ბოლნისში. აქ ძალიან ბევრი მეწარმე იყო წარმოდგენილი, რომლებმაც თავიანთი ნაწარმი წარმოადგენეს. აქ არა მხოლოდ ღვინო იყო წარმოდგენილი, არამედ იყო ყველიც, ტკბილეულიც და ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ ბოლნისისთვის, ჩვენი რეგიონისათვის დღევანდელი დღე. ეს ამ რეგიონის და ამ ქალაქის პოპულარიზაციას ხელს უწყობს. ხედვა იყო ის მიზანი ფესტივალის, რომ ბოლნის დაიმკვიდრებინა თავი ქართულ ღვინის რუკაზე უფრო ძლიერ წარმატებით და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის შესაძლებლობა მეღვინეების, რომ უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვონ, ასევე განვითარდნენ, ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი. ფოთმა კანოეში დრაგონ ბოათის სახეობის ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლა. ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრში წარმატებითი ასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს medali მოიპოვა. წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ფოთის გუნდსაც, რომელმაც საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. ღონისძიება სპორტის სამინისტროს, ფოთის მუნიციპალიტეტის, მერიისა და საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია წყლის სპორტის სახეობის განვითარება, როგორც სპორტის, ისე სპორტული ტურიზმის კუთხით და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ 10 ქვეყნის სხვადასხვა წარმომადგენელი სპორტსმენები სტუმრობდა დღეს ჩვენ ქალაქს და აუცილებლად გააგრძელებს ფოთი მომავალში საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას და სპორტული ტურიზმის კუთხით საკუთარი ნიშის დამკვიდრებას მსოფლიოს სპორტის რუკაზე. აღნიშნული შეჯიბრი უკვე მეორე ტარდება საქართველოში, შარშან ჩავატარეთ ქალაქ ბათუმში, დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ რა თქმა უნდა მეორედაც შევძელით ამ შეჯიბრის წარმოება, ჩავატარეთ ქალაქ ფოთში, ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა, იმიტომ რომ კარგად იყო ორგანიზებული. საქართველოს ნაკრებმა ვიასპარეზეთ წარმატებით, დავიკავეთ 2 პირველი ადგილი და 1 ბრინჯაოს ადგილი 24 წლამდელებში და ასევე უფროს ასაკში, რაც დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ ნინოობას, ასეთი იყო ახალი ამბები, პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობა ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.